გამარჯობათ, გიბრუნდებით კვლავ ტრეიდერების ჰაბით და შემდგომი გაკვეთილი, რომელიც უნდა გაგიზიაროთ, ეს შეეხება თუ რა სხვაობა კრიპტოვალუტებზე ინვესტიცია და ტრეიდინგ შორის. ხო, როგორც ხედავთ, კვლავ გეითთან ერთად გიბრუნდებით, რადგან ტრეიდერების ჰაბით და გეითი ერთმანეთთან უდიდეს კავშირში არიან, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი რეგიონალური სპონსორები არიან და გავაგრძელოთ ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი. ხედავთ, რომ ბოლო გაკვეთილები შეგიძლიათ რომ გადახედოთ წინა ვიდეოებში და რა თქმა უნდა, კვლავ გამოიწეროთ და ლაიქის ხილაკიც არ დაგენოთ, იმიტომ რომ უფასო ყოფილა, მაგრამ ასევე მინდა რომ ვისაუბრო იმ ნაწილზე, რომელიც ყოველთვის გვაინტერესებს ხოლმე, იმიტომ რომ ხშირად უშვებენ ხოლმე მონაწილეები შეცდომას, რადგან ვაჭრობა გონიათ იგივე ინვესტიციები, ან პირიქით ინვესტიციები გონიათ იგივე ვაჭრობა. ამიტომ სანამ გადავალთ გეითის ტექნიკურ ნაწილზე, მოდით რომ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხრათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პროცესი რომ აღარ იყოს რეალურად რთული, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაჭრობა და როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციები. მოკლედ ხედავთ რომ ბიტკოინი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და წლის ბოლომდე კიდევ უფრო დიდი იქნება მისი რაოდენობა, მაგრამ მანამდე ვთქვათ რომ რა ღილაკები შეხვდა ჩვენ ვაჭრობის ან ინვესტიციების პერიოდში. სპოტი, როგორც ხედავთ, აი აქვე როგორც კომპიუტერზე მაქვს გამოტანილი, სპოტ მარკეტი იგივე მეგობრებო, რაც იწყება რომ თქვენ რეალურად შეგიძლიათ ბიტკოინი იყიდოთ და ბიტკოინი მაგალითად 1 ცალი იყიდოთ. მაგალითად ვთქვათ რომ თქვენ იყიდეთ ბიტკოინი 1 ცალი და ამისთვის უნდა გამოიყენოთ buy ღილაკი, ხო? buy ღილაკის ყიდვის პროცესში თქვენ ამბობთ რომ ყიდულობთ ბიტკოინს, რომელიც ღირს $116,000. ეს არის შეწყვილის პროცესი. მაგრამ რა ხდება, როცა ჩვენ გვინდა რომ მოგება დავაფიქსიროთ, ხო? უბრალოდ მეორე ღილაკია რომ ვაწვევით ღილაკ sell-ს, მოდით წითელად გადავიტან, იმიტომ რომ მაინც გაყიდვის ღილაკი არის sell-ი და sell-ს ვაწვევით და მოდით ვთქვათ პოზიტიურად ეს მაგალითი ავიღოთ, რომ მაგალითად ბიტკოინი ავიდა $120,000-ზე და გამოდის რომ ჩვენი მოგება აქ გვაქვს $4,000. ეს საკმაოდ კარგი შედეგი არის. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სპოტზე ინვესტიციები. ანუ თქვენ შეიძლება რომ შეინარჩუნოთ მაგალითად და გქონდეთ ბიტკოინი მაშინ, როცა ის უკვე გახდება $150,000 ან მეტის და ამ შემდგომ, ან მოდით ვთქვათ, რომ თუ მოხდა ეგეთი მოვლენა, რომ ბიტკოინი დაეცა $70,000-ზე, რა თქმა უნდა, თუ გაყიდით, გამოდის რომ თქვენ საკმაოდ დიდ თანხით ზარალობთ, ან შეგიძლიათ რომ ცუდი ინვესტორის ჭრილში ვთქვათ, რომ დაელოდოთ, რომ ოდესმე მაინც გაიზრდება და გვეშველება ამის ბევრი მაგალითი ყოფილა პრაქტიკაში წინა წლებთან მიმართებით, ხო? მოკეთ, ამიტომ სპოტ ბაზარი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ ინვესტორები და არა ტრეიდერები. ეს პირველი ნაწილი თუ გავარკვიოთ, მაშინ ვთქვათ, რა სხვაობა მაშინ ფიუჩერსზე ვაჭრობა. რა არის ფიუჩერსზე ვაჭრობა? ხო, აი ეს ნაწილი ხანახან გაიგივებული არის ტრეიდინგი გემბლინგთან, მაგრამ დღეს ასევე თან დაგიმტკიცებთ, რომ ტრეიდინგი გემბლინგი არ არის, იმიტომ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება თქვას ძალიან დამწყებმა ან საერთოდ გამოუცილმა ამ დარგში. ფიუჩერსზე ჩვენ გვაქვს კრიპტოს შემთხვევაში და ზოგადად ყველა ბაზართან შემთხვევაში buy-სთან ერთად გვევლინება სიტყვა long-ი. და მეორე ტერმინი, რომელიც ასევე sell-თან მიმართებაში გვევლინება, ეს არის sell, drop, იგივე short-ი. ხომ, ქართული რომ მდიდარი ენა არ გამართობთ, მაგრამ ფინანსებში ძალიან მოიკოჭებს, იმიტომ რომ long და short-ი ითარგმნება როგორც გრძელი და მოკლე, რომელიც არაფერ შუაში არის არც ვაჭრობასთან, არც ტრეიდინგთან. მაგრამ რას ნიშნავს ეს, როცა ჩვენ ვდებთ გარიგებას, რომ ბიტკოინი, რომელიც ღირს $116,000, რას ნიშნავს, როცა აი ამ ღილაკს ჩვენ დავაწვევით, რაც არის buy და long-ი. ხო, ამ ღილაკის დაწვევის შემთხვევაში ჩვენ ესეთ გარიგებას ვდებთ, რომ რეალურად ჩვენ არ ვფლობთ არანაირ აქტივს და უბრალოდ ჩვენი ეგრეთ ჩატარებული, ვთქვათ, ეკონომიკური, ფუნდამენტალური, ტექნიკური ანალიზის საფუძველზე მოლოდინი გვაქვს, რომ $116,000-დან მაგალითად გახდება $120,000 ღირებულების. თუ პირველ მაგალითს ჩვენ მოვიგეთ $4,000, იმიტომ რომ წმინდა ინვესტიცია და წმინდა მარტივი კალკულაციით $4,000, აქ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული leverage-ი, ეგრეთ წოდებული მხარი და მხრის ხარდაჭერა, რაც შეიძლება ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა $4,000-ის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი თანხა მოვიგოთ, იმიტომ რომ ტრეიდინგი, რა თქმა უნდა, მაღალ რისკიანი გარიგება და ბაზარია.
Bitcoin-ზე როცა ვაჭობ, ჩვენი შემდგომ პლატფორმაზე ვნახავთ, რომ შეგვიძლია ეს ყველაფერი X-ების სახით გამოვსახოთ, რომელიც არის X-ით მოცემული და იწყება მოკეთ შკალა არის საკმაოდ დიდი და ამ შკალას შევხედოთ ერთად, მაგრამ რისკიანობა ის არის, რომ მეგობრებო, თუ ინვესტიციის შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ მაგალითად რომ შემიძლია წლები ველოდო, როდესმე მაინც გახდება იმაზე მეტი ვიდრე ის მანამდე ღირდა, აქ ესე ვერ მოვიქცევთ, იმიტომ რომ პირდაპირ თქვენს საფულეს ეხება. ინვესტიციების სწორი, ვთქვათ, საუბრის შემთხვევაში ვამბობთ, რომ ინვესტიციები ნიშნავს, რომ დავინტერესდებით რა არის თქვენი პორტფოლიოს პროცენტული დაანკლება, მაგრამ ტრეიდინგის შემთხვევაში ყველაფერი მიდის ვალუტის რაოდენობას, ანუ რა თანხა გამოიმუშავე დღეს, რა თანხა გამოიმუშავე გუშინ და ასე შემდგომ. მოკეთ, თუ ჩვენი ეგრეთწოდებული გარიგება, რომ 116,000-დან 120 დოლარი არ გახდება და პირიქით ფასი დაეცემა, ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გქონოთ გამოყენებული ღილაკები, როგორც არის stop loss-ი და ღილაკი, როგორც არის take profit-ი. Stop loss-ი და take profit-ი ქართულად ნიშნავს იმას, რომ take profit-ი არის რომ ვაფიქსირებთ მოგებას და ნუ გაშლილად აი ესე იწერება და მეორე შემთხვევაში როცა გვაქვს stop loss ნიშნავს იმას რომ ეს სელი ეგრეთწოდებული ნიშნავს რომ ვაფიქსირებთ წაგებას, ანუ ტრეიდინგში უნდა შევეგუოთ იმ წაგებას, რაც გვაქვს ხოლმე, ამიტომ არ შეიძლება რომ ბაზარს რაცა გაუწალიანდეთ და შევეცადოთ რომ რაცა ვიოცნებოთ რომ ფასი უკან მოტრიალდება ამას შემდგომ, ხო? ეს დანარჩენი ფსიქოლოგიური ნაწილი, რომელსაც საოცრად შევეხებით. მოკეთ, გთხოვთ რომ აუცილებლად როცა ვაჭობთ თქვენ future-ზე, ყოველთვის გამოიყენეთ stop loss და take profit-ი, იმიტომ რომ თქვენ დაგეგმილზე მეტი არ წააგოთ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ იქნება შთამბეჭდავი, იმიტომ რომ როგორც მოგებაზე შეიძლება რომ მოიგოთ უფრო მეტი თანხა, ასევე წაგების შემთხვევაში შეიძლება წააგოთ უფრო მეტი თანხა. ხო, ეს თუ გავარკვიეთ ბოლო ნაწილი და ამით მორჩება ჩვენი გაკვეთილი აი ამ ტერმინებზე. Sell short-ი რას ნიშნავს? იმიტომ რომ sell short-ი ეგრეთწოდებული ჩვენ ინვესტიციებში არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენთვის შეუძლებელია, რომ მაგალითად ვივარაუდოთ, რომ 116,000 დოლარიდან რომ ვიცით რაღაცეების გამო, რომ ეს დაეცემა და გახდება 110,000 დოლარი, აი ამ მოვლენაზე ჩვენ შეგვიძლია ტრეიდინგში დავდოთ გარიგება, ის რომ ჩვენ შეგვიძლია ვივაჭროთ გაუფასურებაზე. ეს არის sell short-ის ღილაკი. იგივე პრინციპით, როგორც რან ვისაუბრეთ, თქვენ რა თქმა უნდა არ ფლობთ არანაირ Bitcoin-ს ამ პროცესში, უბრალოდ დებთ გარიგებას იმაზე, რომ Bitcoin-ი უბრალოდ გაუფასურდება და თუ გნებავთ რომ კიდევ უფრო მეტი თანხა გამოიმუშაოთ, ამიტომ რაც შეიძლება მეტ X-ებს უთითებთ, მაგრამ ასევე პლატფორმა გეუბნებათ, რომ X-ების მეტი გამოყენებამ შეიძლება თქვენი ანგარიშის უბრალოდ გაკოტრება გამოიწვიოს. ხო, მოკეთ, ეს არის დღევანდელი მთავარი გაკვეთილი. გთხოვთ რომ აუცილებლად გამოიყენოთ როგორც stop loss-ი, ასევე take profit-ი. პლატფორმაზე, როგორც გითხარით, ჩანს ეს ყველაფერი და გამოტანილი როგორც leverage-ების სახით და აგერ არის მოცემული, რომ თქვენ შეგიძლიათ რომ 1x-დან 20x-მდე და შეგიძლიათ მათ შორის რომ კიდევ უფრო მეტად მოუმატოთ ხოლმე ამ X-ებს, მაგრამ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ აუცილებლად გქონდეთ ყველაფერი დაცული ნორმაზე, იმიტომ რომ ეს შემთხვევა არის კიდევ უფრო სენსიტიური. ხო, ასევე შემდგომ გაკვეთილებში შევეხები უკვე სხვა ნაწილს, როგორც არის cross-ი და იზოლირება, ნიშნავს იმას თუ რა სხვაობა cross-ისა და იზოლირებას შორის, იმიტომ რომ ეს ორი ტერმინი რადიკალურად განსხვავებულია ვაჭრობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა. თუ მსგავსი ვიდეოები მოგწონთ, რა თქმა უნდა გამოიწეროთ არხი, გამოგყვეთ ყველა სოციალურ ქსელში და არ დაგავიწყეთ ჩვენი აფილირებული ლინკით რეგისტრაცია და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გამიმეორდები, რომ ტრეიდერების ჰაბის გენერალური სპონსორი არის Gate და მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. ნახვამდის.